ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას, რითაც მწვანე შუქი აუნთო მანამდე დიდი ხნით ჩიხში მყოფ სტრატეგიულ ეკონომიკურ თანამშრომლობას ოკეანის მიღმა მყოფ მოკავშირესთან. იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ მოკავშირეებს შორის ვითარება გარკვეულწილად დაძაბა, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით კი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის არასტაბილურმა მოქმედებებმა ევროპელებს შორის გარკვეული საფრთხის გზნობა გააჩინა, რის გამოც გასაფორმებელ შეთანხმებაში ბრიუსელმა დამცავი მექანიზმები შეიყვანა იმ შემთხვევისთვის, თუ ვაშინგტონი ვალდებულებებს არ შეასრულებს. ევროკავშირში გვაქვს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი, ასევე ევრობლოკის ერთი ან რამდენიმე წევრის მიმართ იძულების ელემენტები. ამიტომ თუ კი ეს კიდევ ერთხელ მოხდება, ტარიფები დაუყოვნებლივ აღდგება. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ხმის მიცემა დადებითად დასრულდა. ეს აჩვენებს, რომ ევროკავშირი აგრძელებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთობლივი განცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. როგორც კომისია ჩვენ მოუთმენლად ველით შემდეგ ფაზაში აქტიურ მონაწილეობას, რომელიც სამმხრივი დისკუსიების ფორმატში გაიმართება. ეს იქნება შესაძლებლობა დეტალურად განვიხილოთ ცვლილებები და ვნახოთ, რა მიმართულებით წავალთ შემდეგ. პარალელურად ჩვენ მოუთმენლად ველით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია შეასრულებს შეთანხმების თავის ნაწილს და შეასრულებს ერთობლივ განცხადებაში ასახულ ვალდებულებებს. შეთანხმების დეტალები გასული წლის ივლისში ამერიკისა და ევროკომისიის პრეზიდენტებმა შოტლანდიაში შეხვედრისას განიხილეს. დოკუმენტის მიხედვით, საქონლის უმეტესობაზე დაწესებულია 15%-იანი ტარიფი, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული ორივე მხრიდან გაცილებით მაღალი იმპორტის გადასახადები. ეს ჩანაწერი მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ მისი დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა შოკის მომგვრელი ტალღები გამოიწვია მთელი მსოფლიო ეკონომიკისთვის. ახალი ფორმულირებით, რომელსაც ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა, შეთანხმება შეიძლება შეჩერდეს, თუ ვაშინგტონი ძირს უთხრის შეთანხმების მიზნებს, დისკრიმინაციას გაუწევს ევროკავშირის ეკონომიკურ ოპერატორებს, საფრთხეს შეუქმნის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას, საგარეო და თავდაცვის პოლიტიკას ან ჩაერთვება ეკონომიკურ იწურლებაში. ამ პუნქტის ჩამატება დღის წესრიგში დადგა გრენლანდიასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის რიტორიკის შემდეგ. ევროპელი კანონმდებლები ახლა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან იმუშავებენ საერთო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად და ტარიფების შემცირების უზრუნველსაყოფად, ხოლო თანდართული დამცავი ზომები სავარაუდოდ დავის მთავარი საკითხი გახდება. პირველი სამმხრივი შეხვედრა 13 აპრილს არის დაგეგმილი.